მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს მინდა თქვენთან ერთად განვიხილო ასეთი საჯარო დაშლა. ვინ ხართ მისთვის, ხომ? ვინ ხართ ამ თქვენთვის ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, როგორ გხედავთ, რანაირად გხედავთ, რანაირად წარმოუდგენი ხართ მას თავისთან, თავის მომავალში, ხო? თავისთან ერთად მომავალში. ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი და რიცხვი, ასევე თქვენთვის სასურველი პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი და რიცხვი და მოდი ვნახოთ, ვინ ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, ხო? აბა ვნახოთ, ჩაიფიქრეთ და ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ მისთვის, ვინ ხართ მისთვის. აბა ვნახოთ, ვინ ხართ მისთვის. თავის ტკივილი ხართ მისთვის. მისთვის ხართ თავის ტკივილი, მაგრამ კარგი გაგებით, ხო? ეს თქვენზე რო ეფიქრება, შიშებში როა თქვენ რო არ დაკარგოთ, რო არ წახვიდეთ მისგან, აი იმდენს ფიქრობს თქვენზე რო აი რა ვიცი, ღამის საათებში უფრო მომდის რა, ასე ვთქვათ, თითქოს თქვენთვის გზობდეთ, როცა თქვენზე ფიქრობს ეს თქვენთვის სასურველი პიროვნება თქვენზე, ხო? ვინ ჩაიფიქრეთ, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად თავის ტკივილები აქვთ. ეს ქალი ჩემთვის თავის ტკივილია, რო იტყვის, მაგრამ აი როგორ გინდა რომ საყვარელ ქალს ავი გაანებო, ხო? აი ესეთი მდგომარეობა აქვს დღეს ამ პიროვნებას. რა თქმა უნდა, ვინ ხართ მისთვის, რა ვიცი, უსპენტაკლში როგორ გონიათ, ვინ ხართ თქვენ მისთვის, ხო? მისთვის ხართ პიროვნება, აი აქაც რა იყო, მოგატყუათ რამე ამ პიროვნებამ და აქედან გამომდინარე, ახლა ესე თავისივე ტყუილის გამო მდგომარეობაშია. მოკლედ სიტუაცია თუ არ გავარჩევ, იმიტომ რომ ვინ ხართ მისთვის უცხესაჯარო გაშლაა და არაურა ერთმანეთში. მისთვის ხართ შანსი, მისთვის ხართ ახალი საწყისი მის ცხოვრებაში, რაც თქვენ გამოჩნდით მის ცხოვრებაში, უკეთესად წავიდა მისი ყველაფერი, გინდათ კარიერულად, გინდათ ცხოვრებისეულად, გინდათ სხვანაირად, ხო? მისთვის ხართ ცხოვრებისეულად ახალი შანსი, რომლის დაკარგვაც არ უნდა რომ თქვენ მისი ცხოვრებიდან წახვიდეთ, თუნდაც აქედან გამომდინარე, ხო? რაც ვილაპარაკე, ეშინიათ თქვენი დაკარგვის. აი როგორ არის, იცით, ეშინიათ ამ პიროვნებას ეშინია, რომ თქვენ მასზე უარი არ თქვათ, რომ მისიდან არ წახვიდეთ. აი მოდი ესე ვთქვათ, ხო? აი ესე რომ აი ხო ხედავთ ოთხიან თასებში როგორ არის, ხო? აი რაღაც სინანული აქვს რაღაცნაირად იმასთან მიმართებაში, რაღაცა მოხდა ფაქტია, ხო? ურთიერთობიდან გამომდინარე საუბრობ, ხა რა თქმა უნდა, რატომ მოდის, ხო? ეს ფიქრები თქვენი პიროვნების თქვენთან მიმართებაში ესეთი ეშინია თქვენი დაკარგვის, რომ თქვენ მასზე უარი არ თქვათ, აი ისევ მეორდება, ქალაო მოწყალება გაიღეო, ხო? ჩემთან მიმართებაში, ანუ უნდა რაღაცნაირად რომ აი თქვენ მის ცხოვრებაში არსებობდეთ, აი აწონა იფიქრე იმასთან დაკავშირებით, ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, თუ ვინ ხართ მისთვის, რანაირად უნდა თქვენთან ურთიერთობა, ხო? ანუ ბევრს ფიქრობს, რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა თქვენგან, იმასაც ფიქრობს, რომ თითქოს აი ეს შანსები უკვე მოტოვებულია, უკვე და შესაძლებელია მის ცხოვრებიდან წახვიდეთ. აქედან გამომდინარე, მოდი ასე გეტყვით, დღეს ის არის ძალიან მონდომებული თქვენთან მიმართებაში, უნდა თქვენთან ურთიერთობა, თქვენ კი პირიქით ძალიან ცინებ ენერგიებში ხართ, თითქოს აი უკვე რომ მოგბეზრდათ რა, აი როდამდე ვუთმინო, ხო? აი ყელში ამოვიდა არის რაღაცეები, რაც საჭიროებს დოზირებას, ხო? რაც გადააჭარბა ამ პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე, თქვენ მასთან მიმართებაში ძალიან შეიცვალეთ ენერგიები. რატომღაც ფიქრობ, რომ შეიძლება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ცეცხლის ტიპის წარმომადგენელი იყოს და თქვენ რატომღაც ჰაერი შესაძლებელი იყოთ, მაგრამ ამას მაინც და მაინც, ნუ ასე ვთქვათ, ჩავაცილდებით, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ასე იყოს ცეცხლი და ჰაერი, შეიძლება უბრალოდ თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობებია. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არის ასე ვთქვათ, კვერთხების ენერგიებში, თქვენ ხართ ხმლების ენერგიებში, ხომ ასეა, ხო? ის არის თქვენთან მიმართებაში, ეს ცეცხლივით იწვის, ისე უნდა თქვენთან ურთიერთობა, თქვენ კი პირიქით უკვე, ხო? აი თითქოს ასეთი რაღაცა მგონია, რომ შემოტრიალ და ბუმერანგებით ადრე თქვენ შეიძლება ყოფილიყავით ამ პიროვნებასთან, აი ესე რომ აუ შენს გარეშე მე ვერ ვიქნები და ასე შემდეგ. დღეს შემოტრიალ და ცხოვრებისეულად ეს ყველაფერი, ხო? პირიქით არის თქვენ ხართ მასთან ესე რომ აი ჯერ არ ვიცი კიდევ ერთხელ შანსს მიცემ თუ არა, კარგად დავფიქრდები და ის კი ყველაფერს აი რაღაცნაირად იტანჯება იქიდან გამომდინარე, რომ თქვენთან ურთიერთობა ძალიან უნდა და მისთვის სასურველი პიროვნება ხართ, იტანჯება, იმიტომ რომ თქვენთან ურთიერთობისთვის იწვის ეს პიროვნება, უნდა თქვენთან ურთიერთობა. ასე ვთქვათ, რას ფიქრობთ თქვენთან მიმართებაში და თავის დროზე აი ნახეთ ის ქალი, რომელიც ჩემთვის თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემთვის და ჩემ ცხოვრებაში იყო ერთადერთი, რომელიც ვთქვათ ჩემთვის ახალი საწყისი იყო ცხოვრებისეულად, თითქოს ახალი შანსები მომეცა მისი გამოჩენით ჩემ ცხოვრებაში. არ დააფასა, ხო, თუნდაც აი რაღაც აქციებიც და სიტყვებით მასთან ცოტა თქვენთან ცოტა ცივი იყო, არ გაგცადოთ საკმარის ყურადღებაზე, ზუსტად მაგას ვიძახი, რომ აი როგორ ეს შემოუტრიალ და აი ნახეთ რა მოხდა, შეტრიალდეს და სიკვდილის არკაინიდან გამომდინარე სიტუაციები შეიცვალა და დღეს როლები გაცვალეთ, ხო? დღეს ის არის თქვენთან
ოთახებში გაცეცხლოვნებული, რომ მინდა ეს ქალი რო არ დავკარგო, თურმე ეხლა ხვდება, რომ ეს ესეა და თავის ტკივილები აქვს და ბევრს ფიქრობს, იმდენად ბევრს ფიქრობს, შეება თავის ტკივილებიც ქონდა, არ ვიცი მე ვისთვის შეება რეზონირდეს ამ პიროვნებას შესაძლებელია ხშირი თავის ტკივილები ქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ შეება ბევრს ვავდეს კიდევაც. ამასაც დაუკვირდით, ეს თითქოს მინიშნება შეიძლება იყოს თქვენთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ეს სიტუაცია თუნდაც შეიცვალა და დღეს როლები გაცვალეთ. თქვენ ხართ დღეს მასთან მიმართებაში უცივ ენერგიებში და ის თქვენთან მიმართებაში იწვის და იღწვისო თქვენთან ერთად იყოს. შეხედათ როგორი ეჭვიანობა წამოვიდა თქვენთან მიმართებაში. ეჭვიანობა, ეხლა ძალიან გთხოვთ აქ მიაწერთო და ჯადოებს აკეთებენ და მაგიურ ზემოქმედებების ქვეშ ყავართ და ძალიან გთხოვთ ეს ყველაფერი გამოვიაროთ. აქ საერთოდ სულ სხვა ფაქტორებია. ეჭვიანობს ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში. და არ იცის როგორ არ იცის რა გაკეთოს თითქოს თქვენს ვერ გიახლოვდებათ ვერაფერს ვერ იგებს თქვენთან მიმართებაში იმიტომ თქვენ თვითონ იმდენად ცივი ხართ მასთან მიმართებაში რომ უკვე ეჭვიანობაში გადასდის ეს ყველაფერთან როგორ ეჭვიანობაში იცით რომ არ იცის გამოსავალი არ იცის რა არის ამ სიტუაციიდან აქედან გამომდინარე ფიქრობს თუ როგორ იცით რას ფიქრობს კიდე რომ თქვენ მის გარეშე უკეთესად ხართ თითქოს მის გარეშე უკეთესად თავს მასთან ერთად თითქოს არიყავით კარგად თვითონაც აცნობიერებს ამას და ფიქრობს რომ ძალიან კარგად ხართ თქვენ მის გარეშე, თქვენ მისთვის ხართ ქალბატონი, მოდი ესე ვთქვათ, აქედან გამომდინარე, ვინც არის მისთვის შანსი, თურმე ხვდება ეს პიროვნება იმას, თქვენ მისთვის იყავით შანსი და ხართ შანსი მისი ცხოვრების ეს თქვა ტრანსფორმაციის და იმასაც ხდება რომ ეს ყველაფერი მან არ დააფასა და დღეს ყველაფერი შემოუტრიალდა როგორც გექცეოდათ თვითონ ისე ეკცევით დღეს მას თქვენ მისთვის ხართ სასურველი პიროვნება ყველაფრის საწყისი ტუზი პენტაკლი ტუზი კვერთხების საწყისი ხო საწყისი ახალი ცხოვრების საწყისი ახალი შანსების საწყისი ახალი ურთიერთობის ხვანაერი ურთიერთობის თუნდაც შესაძლებელი რაც აქამდე არ ქონია პიროვნებას ხო მაგრამ ისევ ნახეთ აი თქოს ეს და სულ ესე მოლაპარაკება თქვენ მას ახლოს აღარ იკარებთ ხო იქნა გამაჰატუზი შეხედათ იმიტომ რომ რაღაცნაირად ლიმიტები არსებობს ურთიერთობაში ყველა ურთიერთობაში რომ აი მის იქით ზღვარს არ უნდა გადავაბიჯოთ ხო ერთმანეთთან მიმართებაში იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ერთ დროს ძალიან სასურველი გახდეს როგორი ჩვენთვის იცის სულ ერთიც არ ვიტყვი უბრალოდ გინდოდეს ძალიან მაგრამ აზრს ვხედავდე ურთიერთობაში მისთვის ხართ თქვენ ძალიან შევად გაითიშა ვიდეო და გავაგრძელებ ანუ თქვენ ხართ მისთვის ახალი შანსი სულ ამაზე მაქვს საუბარი რაც ეს გაშლა დავიტყვი თქვენ მისთვის ახალი ცხოვრების ახალი საწყისი ხართ ცხოვრების ეტაპის ახალი საწყისი ხართ პიროვნება რომელსაც შესაძლებია თავის ცხოვრების მანძილზე და იმასაც კი ფიქრობდეს რომ აი ესე შეიძლება არც ერთი ქალი არ მემიღია გულთან და სულთან ახლოს როგორც თქვენ მიგიღოთ იმიტომ რომ რაღაცნაირად მისი ცხოვრება თქვენი გაცნობის შემდეგ ძალიან შეიცვალა და სულ სხვა ელფერი დააკრავს მის ცხოვრებას და თქვენ გარეშე ეს პიროვნება ასე ვთქვათ არ არის კარგად ხო მიხართ მისთვის და როგორი თვითონაც არ იცის რა იზდავს თქვენში ახლა ნახეთ რა მოდის თვალის არკანში როგორი ქალბატონები ამოდიხართ ხო გამოუცნობი რაღაცა სხვანაირი ასე ვთქვათ მაგნიტური ძალის მქონე ხო რაღაცა გიზიდავს ეს ხალი და არ იცი რატო გიზიდავს ხო აი რაღაცა მისტიურიც კი თქვენში აი რაღაცნაირად ხო აი რო გავიხსენოთ ზოგადად თვარის არკანი და კლასიკურ რაიდერში ასე ვთქვათ თითქოს არ ვიცი რატომ მომდის მთვარე მორიელში უნდა ყავდეთ ქალბატონებო მთვარე მორიელში უნდა ყავდეთ იმიტომ რომ რაღაც მისტიკური არსებები ხართ ხო აი რაღაც იზიდავს ამ თვითონაც თავის თავს ეკითხება რა მომწონს კი მაგრამ ამ ქალში რატო გახდა ჩემთვის ასეთი ძვირფასი თვითონაც ვერ ვსცემს თავის კითხვას პასუხს აი რაღაც ესეთი როგორი სურვილი აქვს თქვენთან და როგორ უაზროთ აი ამ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა დასრულებულია და იმიტომაც არის ასეთ მდგომარეობაში ეს პიროვნება რომ ეხლა ხდება თურმე რომ აი რამხელა ძალის მქონე პიროვნება ხართ საერთოდ თქვენ ხო აი რა ვიცი მთვარე იმპერატრიცა ქურუმი ქალი სიძლიერი აი რავი რაღაც სასწაული ქალი ხართ არ ვიცი რაღაცა ის გეუბნებით მისტიკური არსება ხართ მისტიური არსება ხართ ამ პიროვნებისთვის და რომ დასრულდა ურთიერთობა თურმე მე დაგაფასად და მე მივხვდეთ თურმე რომ ვინ ხართ მისთვის ხართ მოდი ეს თქვა ყველაფერი აი რომელთანაც მას ესე უნდა ურთიერთობა და რაღაცნაირად არც მოისვენებს მაინც ასეთი საბეჭდება მჩება რომ დაგაბრუნებთ ეს პიროვნება თავის ცხოვრებაში თქვენ იმიტომ რომ აი თქვენთან ერთად იმდენად კარგად ზნობს თავს და იმდენად რა ყველა სავსეა თქვენით რომ ვერ მოისვენებს რა დაგაბრუნეთ ეს პიროვნება აი იცით რა არის ზოგისთვის შეიძლება ითქვას კიდევაც რა იყო რა მომაჯადოეო რანაირია ჯადო გახوار გამიკეთეო რომ ასეთიო სულ აი გაგიჟებული ვარ შენზეო შეიძლება ესეთი სიტყვებიც კი ეხსენებინა საბედის წერო ქალი ხართ მისთვის საბედის წერო ქალი ხართ მისთვის მოდი ასე გეტყვით
გაგემშვიდობებით შემოკარგებო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ძალიან კაი გაშლა გამოვიდა მომეწონა. მაქვს მიზეზები რატომაც ვიცინი და რა ვიცი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და სიმშვიდეს და სოლიდარობას ცხოვრებაში, ურთიერთობაში, საქმიანობაში ყველგან. ყველაფერში. კარგად იყავით.